გამარჯობა, მე მარიამი ვარ, წვინის კლუბ სათილისმოდან. დღეს ჩემი სტუმარია თეკლა. მე და თეკლამ შევარჩიეთ თანამედროვე ქართველი ავტორის ირმა მალაციძის ძალიან ცნობილი წიგნი ნაწარმოები სატკბილეთის ქვეყანა. პირველად ეს წიგნი გამოიცა 2004 წელს და თითქმის 20 წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ბავშვებისათვის სამაგიდო წიგნად იქცა. ყველასთვის ძალიან საყვარელი ნაწარმოებია. ირმა მალაციძის ავტორობით არაერთი სხვა საბავშვო ნაწარმოები გამოიცა და მოსწავლის თაროზე ნაწილი არის წარმოდგენილი. შემდეგ მათაც გაგაცნობთ. თეკლა, რატომ შეარჩია სატკბილეთის ქვეყანა და რაზეა წიგნი? ვინ არიან მისი მთავარი პერსონაჟები? სატკბილეთის ქვეყანა იმიტომ შევარჩიე, რომ ძალიან საყვარელი და კარგი სათავგადასავლო წიგნია. ბევრი თავგადასავლები არის ამ წიგნში მოხილი. ვინ არის მისი მთავარი პერსონაჟი? ნიგო. ბიჭუნა ნიგო და ძია თხილო, ხო? სად ცხოვრობს ნიგო? აკლის ქვეშ. აკლის ხის ქვეშ. და სატკბილეთის ქვეყანა როგორია? ყველაფერი ტკბილეულით არის გაკეთებული, ჯებირები შოკოლადის არის, მურაბის ქილით არის სახლები, ლიმონათის მდინარე მოდის. მოედინება ლიმონათის მდინარე. მე მგონი ყველა ბავშვის სანატრელი ქვეყანაა ეს სატკბილეთის ქვეყანა. და ზოგი სახლი არის ფუნთუშით გაკეთებული. ხო. ვინ მართავს ამ სატკბილეთის ქვეყანას? ვინ არის მისი მეფე? მეფე კარამელიუსი? მეფე კარამელიუსი და მეფე დედოფალი მარმელადინა, ხო? მათ ხავთ ქალიშვილი რაფაელა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟები არიან ამ წიგნის, ხო? რა საფრთხის წინაშე დადგება ერთხელაც სატკბილეთის ქვეყანა? სამწერეთი დაესხმება თავს. სატკბილეთის ქვეყანა სამწერეთი დაესხმება თავს. წერებს ვიცით რომ უყვართ ტკბილეული, ხო? და მათ ერთხელაც შეშურდებათ სატკბილეთის ქვეყნის და გადაწყვეტენ რომ დაიპყრონ. ვინ გაიგებს მათ გეგმას? ვინ მოკრავს ყურს? ჭიამაია და ბზუილა. რომლებიც საცხოვრობენ? სამწერეთის მაცხოვრებლები არიან. მაგრამ როგორები არიან? მაგრამ გულკეთილები არიან და რადგან შურის გამო დაიწყეს ამ სამწერეთმა თავდასხმა, დაეხმარნენ სატკბილეთს. და გადაწყვეტენ რომ დაეხმარონ სატკბილეთის ქვეყანას. სატკბილეთის ქვეყანაში ისინი ვის დაუმეგობრდებიან? ნიგოს და გააცნობენ კიდეც სამწერეთის მეფის გეგმას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სატკბილეთის ქვეყანაში აი ესეთი ტკბილი ქალაქები და სოფლებია, ყველა ძალიან გულკეთილია. მაინც ცხოვრობს ისეთი პერსონაჟი, როგორიც ვინ არის? შურიანი და კაქტუსების ოჯახი. სახელიც შესაფერისი ჰქვიათ, ხო? კაქტუსებივით ჩხლეტია და არასასიამოვნო პიროვნებები არიან. აი იჩხლეტებიან და ანუ თვითონ სახელი მიგვითითებს, რომ შურიანები არიან და იჩხლეტებიან, მართალი ხარ და ხასიათიც ესეთი აქვთ. რა მოუნდება კაქტუსოს? რატომ იქცევა ესე? რომ სამწერეთისკენ დადგეს ეგ მოუნდება. შური ექნება და მაგიტო უნდა რომ დაეხმაროს. მასაც სურს რომ სატკბილეთის ქვეყნის მეფე გახდეს, მაგრამ არა პატიოსანი გზით, ხო? და სამწერეთის მეფეს დაეხმარება და ასე ვთქვათ, ხალატოს თავის ქვეყანას. რა განსაცდელები და შემთხვევად მთავარ პერსონაჟებს, რომელს გამოჰყოფდი მათ ისინი როგორ ერთმანეთს გვერდში უდგანან, ეხმარებიან, რა დროს ჩანს ყველაზე მეტად მათი თანადგომა ერთმანეთის მიმართ? აი ერთხელ ჩაკეტეს ნიგო და თავისი ძია თხილო ციხეში, ხო? ციხეში და ისინი დაეხმარნენ რომ გამოსულიყო. ვინ დაეხმარა? ჭიამაია და ბზუილა. ჭიამაია და ბზუილა დაეხმარებიან რომ გათავისუფლდნენ ძია თხილო და ნიგო. ძია თხილო მართლაც მოახერხებენ რომ დააღწიონ თავი ამ დილეგს და მეფე კარამელიუსთან მიიტანენ ამბავს იმის შესახებ რომ სამწერეთის მეფე აპირებს თავდასხმას. რას მოიფიქრებს მეფე კარამელიუსი იმისთვის რომ მოიგერიოს ეს შემოსევა? იმას თაფლს დაასხავს
ჯებირებზე, ხონგურებზე, მურაბას აუსმევს, რადგან ისინი შეესიო და მე ვეღარ მათ მსუნაგობას ხომ გამოიყენებს სათავისოდ და ისეთ ხრიკს მოიფიქრებს, რომ ეს სამწერეთის ჯარისკაცები ტკბილეულს ვერ დაანებებენ თავს და აი ამ სისუსტეს გამოიჩენენ და თავდასხმას ვეღარ განახორციელებენ, ხო? ვეღარ დაესხმებიან თავს სატკბილეთის ქვეყანას. ამ კარამელიოს მეფეს ყავს ქალიშვილი რაფაელა, როგორც თქვით. მისი საფიქრალი რა არის? რა სურს რაფაელას? რასდროს არ გასულა გარეთ, იმიტომ დედოფლები პრინცესებს არ უშვებენ. არ გადიან გარეთ და მაგრამ ერთხელაც მოახერხებს, როგორ მოახერხებს, ხომ არ გახსოვს? გაიყვანენ თავისი მეგობრები ილა და ელა. ჩააცმევენ უბრალო გლეხის ქალის კაბას და გააპარებენ სასახლიდან. ამ მოგზაურობაში გაიცნობს ერთ პერსონაჟს, რომელსაც რა ქვია? ლინოვიო. მუსიკოსია, მოხეტიალე მუსიკოსია. და ერთმანეთი შეუყვარდება. ლინოვიო უკრავს ძალიან კარგად ვიოლინოზე. და მოგიტოქვა ლინოვიო. ხო? როგორც საინტერესო სახელები ქვიათ პერსონაჟებს, ძალიან სახასიათო და დასამახსოვრებელი. და მოდი ახლა იცი რა მოვყვეთ, როგორ დაეხმარებიან ნიგო და თხილო რას ბზუილას, პატარა წერს, რომელიც თვითონ ეხმარებოდა ერთ დროს ციხიდან რომ თავი დაეღწიათ. სამწერეთის მეფე რომ გაიგებს, რომ ბზუილა ეხმარებოდა თხილოს და ნიგოს ციხიდან თავის დახსნაში, ამიტომ გადაწყვეტს რომ დასაჯოს, ხო, პატარა ბზუილა. და რას იზამენ ისინი? რას და მე აფთიაქი ალთევსთან მივლენ, რომ გაუკეთოს რაღაცა მიქსტურა ხო, მიქსტურა, რომ დაიძინონ მალევე. და მე მაგას გაუკეთებენ მეფე და დედოფალს და შეიპარებიან ციხეში. და მე გამოიყვანენ ბზუილას. სიკეთე არასოდეს არ იკარგება, ხო? რა სიკეთეც ჩაიდინა ბზუილამ, არ დაეკარგა და წინ დაუხვდა. ისიც გაათავისუფლეს მეგობრებმა და სატკბილეთის ქვეყანაში მშვიდობით ჩამოიყვანეს. ბოლოს წიგნი როგორ მთავრდება? ვიოლინო და ლინოვიო და მეჯლისით მთავრდება და სადაც რაფაელა და ლინოვიო ერთმანეთს აღმოაჩენენ, ხო? ერთმანეთს აღმოაჩენენ და დაქორწინდებიან. შექმნიან ოჯახს და კეთილად სრულდება ამბავი. ძიათხილო და ნიგო რა ბედი ეწევათ? მაგათ რადგან დაეხმანენ სატკბილეთის ქვეყანას, დააჯილდოებს მეფე, არ დაუკარგავს ამ 8 წელს, ხო? და ისინი გადაწყვეტენ, რომ ერთად იცხოვრონ, რადგანაც ჩვენ თხილო პატარა ნიგო რომ არის პატარა ობოლი ბიჭუნა, ძიათხილო გადაწყვეტს, რომ მასთან გადაიყვანოს საცხოვრებლად და მასზე იზრუნოს, ხო? და მებაღეობას ჩააბარებს მეფე, სასახლის მებაღეობას ჩააბარებს და ამ საქმეში ეხმარება ნიგო, პატარა ნიგო ძიათხილოს. მართალი ხარ, რატომ ურჩევ თეკლა აი ამ წიგნს ბავშვებს, შენ ხელა გოგო ბიჭებს, რატომ უნდა წაიკითხონ? იმიტომ ძალიან საყვარელი წიგნი არის, ძალიან გულკეთილობა არის ამ წიგნში. რა გასწავლა შენ ამ წიგნმა? რომ ერთმანეთი რაც უნდა იყოს, არ უნდა დავტოვოთ და უნდა დავეხმაროთ. მართალი ხარ, თანადგომაზეა, გვერდში დგომაზეა, მეგობრობაზეა, თავგანწირვაზეა, ხომ? და განსაცდელებს ერთად უკეთესად დავძლებთ, ვიდრე ცალ-ცალკე. მადლობა თეკლა. მე ასევე უნდა უთხრათ მსმენელს, რომ მეორე ნაწილი გამოიცა დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში, რომელიც აი ამ წიგნის გაგრძელებაა და გირჩევთ, რომ ესეც წაიკითხოთ სატკბილეთის ქვეყანასთან ერთად. ასევე ირმა მალაციძის სხვა წიგნებსაც გაეცანით, რადგანაც ერთ-ერთი საყვარელი და ბავშვებისათვის გამორჩეული ავტორია. ჩვენ მოსწავლის თაროზე წარმოდგენილი გვაქვს მისი რამდენიმე წიგნი, არასრულად ზუზუნები და ღრუტუნები, ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში, ექიმი კოდალა, 1001 რითმოცანა, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე გაკვეთილზე და ეს გარითმული გამოცანები ძალიან მოგწონს. ციგნის კლუბში ვიყენებთ და ძალიან მოგწონს და მხიარულობთ ხოლმე. ასევე აქ არის წარმოდგენილი სიუჟეტური ბარათები, რომლის მიხედვითაც არაერთ ამბავს იგონებენ ხოლმე ბავშვები.
ჩვენ გირჩევთ. და იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო ამბებს აღმოვაჩენთ წიგნებში და წაიკითხავთ სატკბილეთის ქვეყანას და არა მხოლოდ მას. ძალიან დიდი მადლობა, თეკლა, რომ გვეწვიე დღეს და ისაუბრე აი ამ წიგნზე. დროებით, ნახვამდის.